რაღაცნაირად საქართველოს დაბადება არსებული ფორმატით ბოლოსკენ გავიდა, იმიტომ რომ არსებობს აქ მოიწერე არ იყო კითხვები მათ შორის რომ გია ყარყარაშვილი კიდევ ვიღაც ამდენიმე ადამიანიო, რატო არ არისო, რატო არ ხმიანებითო. არსებობს ასეთი და ახლობთ ალბათ 10 ადამიანი, 5 ჩემთვის ცნობილი და 5 შეიძლება იყოს ვიღაც ადამიანის მირჩიონ და იმენად საინტერესო იყოს ის ისტორია, რომ ამ ფორმატით რამდენიმე გადაცემა გადავიღო, თუ ეს საჭირო, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე ხალხი, რომელიც ძალიან მინდა, მათ შორის გია ყარყარაშვილიც ასეთია, რომელიც ძალიან მინდა რომ დამთანხმდეს და არასდროს უარს არ ვიტყვი რომ დამთანხმდეს, ბატონ ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც რო თქვას თანხმობა, ბატონ ნუგზარ ფოფხაძე, რამდენიმე ადამიანი ხარ მინდა ყვა ჩამოთვალო, რომლებიც ცოცხლები არიან, ვიცი რომ შეუძლიათ ამის მოყოლა, მაგრამ თავს იკავებენ სხვა მოტივებით. და მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პროექტმა თავისთავი ამოწურა იმ გაგებით, რომ უკვე თითქმის 300 ისტორია, 300 ადამიანის ისტორია ჩაწერილი და უკვე რაღაც დასკვნების გაკეთება არის შესაძლებელი, მაგრამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში რაც დავინახე იყო ის, რომ ჩვენ ისტორია არ ვიცით და სამდვილეში სკოლაში არასწორ ისტორიას უყვებით ბავშვებს. არასწორ ისტორიას იქიდან გამომდინარე, რომ ნარატივი, რომლითაც ჩვენ ისტორიას ვასწავლით, ზოგადად ამ ქვეყანაში სწავლა, მეც ასე მაგ ნასწავლი, შენც ისე გაქვს ნასწავლი, ყველას ისე აქვს ნასწავლი. ეს არის როგორ გითხრა, ისტორიის ის ნარატივი, რომელიც ბევრ სხვადასხვა მომენტში ცდება და შესაბამისად მისი შედეგი არის ის, რომ ჩვენ შეიძლება რადიკალურ შემთხვევაში გმირი მოღალატე გეგონოს და მოღალატე გმირი გეგონოს. იმიტომ რომ მაგალითად ერთ მაგალითს ვიტყვი, რომ აი პირობითად წარმოედგინეთ, რომ ჩვენი ისტორიული ნარატივი არის, რომ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საქართველოს ერთიანობა და ხალხი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის, კაიკაცია ავტომატურად და ხალხი ან არ იბრძოდა, ან სხვა რაღაცასთვის იბრძოდა, ავტომატურად ცუდი კაცია. ამის შედეგად ჩვენ ვღებულობთ, ხო, ყველაზე თავარი ის არის, რომ ზოგადად საქართველოს და ნაციონალიზმი ზოგადად სამყაროში, ევროპაში მათ შორის საერთოდ მე-19 საუკუნეში გაჩნდა და შენ მე-10, მე-11, მე-12, მე-15 საუკუნეების პერსონაჟებს უყურებ პრიზმიდან, რომელიც არაფერ შუაში არ არის. ანუ ის კაცი შეიძლება ქრისტიანულად ცხოვრობდა, მღვდელმა აზიარა, ფიქრობს რომ 60-ხეშია გარდაცვალების წინ, ანუ თავის თავთან მართალი კაცია. მის დროს არ არსებობს რაღაც კრიტერიუმი, მის დროს არსებობს მეფის ერთგულება. რომელი მეფის ერთგული ხარ? ამ მეფის ერთგული ხარ, იმ მეფის ერთგული ხარ. რომლის უნდა იყო იმას, ვისაც შეფიცე. ფეოდალური სამყაროა მარტივად რომ შევხედოთ. იმ დროს ის კაცი არ თulis რომ საერთოდ ცუცაკებს აკეთებდა და შენ რაღაცა კრიტერიუმი მიაყენე მე-20 საუკუნეში, რომლითაც გამოვიდა რომ ის ცუდი კაცია ავტომატურად. შენ აი რაღაცა მე-20 საუკუნეში და მე-19 საუკუნეში მოყოლილი ღირებულებებით ის კაცი გაამტყუნე ისტორიასთან. მაშინ როდესაც თანადროულად ის კაცი იმ საზოგადოებისთვის ცუდი კაცი არ იყო და პრინციპში ქრისტიან სანიმუშო ქრისტიანადაც შეიძლება ითვლებოდა. ეს ერთი ნარატივი, რომელიც აი წარმოედგინე რომ შენ თუ ამ ერთ კრიტერიუმს, მაშინ როცა ქრისტიანობის კრიტერიუმი უფრო მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ ამ ახალ გადაცემაში მათ შორის ეს კრიტერიუმი, ამ კრიტერიუმით შევხედოთ პერსონაჟებს, ისტორიულ პერსონაჟებს. შევხედოთ იმ პერიოდის ფეოდალური მორალიდან გამომდინარე პრინციპებით და რა მე-19, მე-20 საუკუნეში არსებული ნარატივიდან ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა თუ არა, მაშინ ქვეყანა სხვა რამეს ნიშნავდა. და მეორე ჩვენს ისტორიოგრაფიაში ზოგადად და იმ ისტორიასაც ჩვენ ვსწავლობთ, გავრცელებულია შეხედულება, რომ ჩვენ უნდა შევალამაზოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. თუ არ შევალამაზეთ, ჩვენ პატარა ერი ვიყავით და ჩვენს ისტორიაში ბევრი საეჭვო მოვლენები ყოფილა. რაც მართალია, მაგრამ დიდი ქვეყნის ისტორიაში უფრო მეტია კიდე საეჭვო მოვლენები. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომ ისტორიას ვასწავლეთ შელამაზებულად, ანუ ტყუილებით, ერთი ქართველი 10 რაღაცის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ისტორიას მართლა კრიტიკულად ვუყურებთ, გადავიაზრებთ მას და წარმოვიდგენთ, რომ ეს უკიდურესად აუცილებელია, იმიტომ რომ არ გავიმეოროთ წარსულში ჩვენი წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომები. მაგრამ ჩვენ თუ არასწორად გვესმის კონტექსტი, არასწორად ვუყურებთ ისტორიის გადააზრებას, წოტყუად მართალს არასწორად ვარჩევთ და რაც ყველაზე მთავარია, ისტორიულ ფაქტებს და მითოლოგიას, სხვა შინაარსის მითოლოგიას ერთმანეთში ვურებთ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ დღეს რა არის სწორი და არასწორი, რა არის კარგი და ცუდი და მე მათ შორის დღევანდელი ამ საზოგადოების პრობლემა რომ ადვილად შეიძლება ის მოატყუო. ადვილად შეიძლება მას აი ეს გაუკეთო, რაც ბოლო არჩევნებზე გაუკეთეს, ან ბოლოს წინ არჩევნებზე გაუკეთეს. სანამ ეს ადამიანები კრიტიკულად აზროვნებას აი პატარაობიდანვე არ შეიჩვევიან, სანამ უბრალოდ არ ეცოდინებათ, რომ ყველა მეფე კაი არ იყო. ყველა ჩვენი წინაპარი კაი არ იყო.
ჩვენი ტრადიციების დიდი ნაწილი კაი არ იყო და ეს უნდა გადავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, სამყაროს სხვა ერებშიც ასე იყო. მაგრამ ჩვენ თუ არ დავინახეთ პირობითად ის რა ჩვენს წარსულში პრობლემური იყო, ჩვენ როგორ შეიძლება დღეს სწორი არჩევანი გავაკეთოთ? და მე რაღაცნაირად მინდა რომ თხოვო დახმარება საზოგადოებას, ვინც გვიყურებს მათ შორის. თხოვო პროფესორ მასწავლებლებს დახმარება, იმიტომ რომ მე ისტორია მაინტერესებს ამ ქვეყნის. ფიქრობ რომ ჩვენ ისტორიის ნაცვლად ზღაპრებს ვასწავლით. ისტორიული კონტექსტით შერეულს. და ვფიქრობ რომ საჭიროა ჩვენი ისტორიის, რასაც ჩვენ ვასწავლით ამდენი ხნის განმავლობაში, კრიტიკული გადააზრება, როგორცაც ამას თავის დროზე ივანე ჯავახიშვილი აკეთებდა, ხელი არ შეეშალათ მისთვის სხვადასხვა ფორმით და დღეს მე მიმაჩნია რომ რაღაც თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილის მიმართულება რომ არ შევალამაზოთ ჩვენ ისტორია არის დამარცხებული. მიუხედავად იმისა რომ თესეუს ივანე ჯავახიშვილის სახელი ქვია, მე რჩებაში დაბეჭდება რომ ჩვენ ისტორიას დღეს ისე არ ვასწავლით როგორც ეს ივანე ჯავახიშვილს მოუნდებოდა. ხო და მინდა რომ ეს პროექტი ჩემი ახალი პროექტი იყოს უკვე დისკუსია, ანუ არა ერთი ადამიანის ისტორიის მოსმენა, არამედ იყოს ერთზე მეტი ადამიანის მოსმენა, განსხვავებული აზრი, სადაც კონკრეტულ მოვლენას, კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტულ ადამიანს გადავიაზრებთ კრიტიკულად, რომ მათ შორის დავინახოთ ამ კრიტიკული გააზრების მნიშვნელობა დღევანდელ დღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადააზრება აუცილებელია. გადააზრება აუცილებელია ფეოდალური საქართველოსთან დაწყებული გუშინდელ დღემდე. რა ხდებოდა? და უამრავ შეკითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იმისთვის, რომ მართლა გავარჩიოთ როგორია ჩვენი ქვეყნის ისტორია, კრიტიკულად გადავიაზროთ ის, რათა არ დაუშვათ იგივე შეცდომები. მე მინდა რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ მართლა გადაანალიზება, შეფასება, რა იყო სწორი, არ იყო სწორი. ისტორიები უკვე 250-300-ზე მეტია უკვე ადამიანების მიერ მოყოლილი და მე მგონია რომ ამ ისტორიების გაანალიზების დროა. მინდა რომ თხოვო ჩვენს მხარდამჭერებს დავმეხმარონ ასეთი ადამიანების პოვნაში, საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების პოვნაში, რასაც რაღაცას უკვლევია, კრიტიკული აზროვნება შეუძლიათ. შეუძლიათ რომ აი ეს დაგვანახონ ისტორიის კრიტიკულად გადააზრების აუცილებლობა. შემოგთავაზონ საინტერესო თემები და რაც თავარია დაგვაფინანსონ, იმიტომ რომ ახალი პროექტი თან ბევრი სტუმრების მონაწილეობით ბევრად მეტ რესურსებს მოითხოვს მათ შორის ადამიანებს.